მინიმუმ მნიშვნელოვანი არის რომ იყოს დაახლოება და დაახლოების ფორმატები და ეს ფორმატები საქართველოს დღეს აქვს და ეს ფორმატები შეიძლება რეგიონისთვისაც ნელ-ნელა განიხილოს ევროკავშირმა, რა თქმა უნდა, ვინაიდან გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, მათ შორის არის გადაწყვეტილება რეგიონთან დაკავშირებით და ამას რეგიონშიც უყურებენ ყურადღებით, რა თქმა უნდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს და ზოგადად საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი გაღებული სისხლით, თავისი რეფორმებით, ინსტიტუციების განვითარებით, იმით რომ ჩვენ ვართ სტაბილურად ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიის მხრივ, ისე ინსტიტუტების სიძლიერეს მხრივ, ჩვენ ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს ზოგიერთი პარამეტრებით, ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ დღეს სინამდვილეში ბურთი არა საქართველოს მოედანზე, არამედ ევროკავშირის მოედანზეა ეს ბურთი და ევროკავშირმა უნდა იყოს პასუხისმგებლობა და ქართულ ხალხს დაანახოს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება და ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართულ ხალხმა და ქართულ სახელმწიფომ. ანუ თქვენ თვლით, რომ